ჩვენ დღევანდელი თემა არის საქართველოს საეგზარქოსო, რომელიც რუსეთმა ჩამოაყალიბა. სანამ ეგზარქოსზე გადავა თუ რას ნიშნავს, ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. იცით, ქართული ეკლესია, ოფიციალური რელიგია მე-4 საუკუნეში მიიღო საქართველოს, თუმცა ვრცელდება პირველი საუკუნიდან და ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო, როდესაც დაობდნენ მაგალითად ქართული ეკლესიის ადგილზე მსოფლიო ეკლესიებში. მე-5 საუკუნიდან ქართულ ეკლესიას კათალიკოსი განაგებს ვახტანგ გორგასლის დამსახურებით. მე-11-დან პატრიარქი ჩაუდგა სათავეში. პატრიარქი არის უმაღლესი იერარქი მართლმადიდებლურ ეკლესიებში, აღმოსავლურ ეკლესიებში. და სწორედ მაშინ იყო, რომ მე-11 საუკუნეში დაობდნენ ქართველები, რომ ჩვენი არის უძველესი ეკლესია, იმიტომ რომ აქ იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, მისი განსვენების ადგილი არის აფხაზეთი. მატათაც ერთ-ერთი ვერსიით მატათა ასევე იყო იმყოფებოდა საქართველოში. ანუ მესამე იუდას ნაცვლად მე-12 მოწაფე გახდა და ასე ვთქვათ 3 მოციქული შემოვიდა. უნდა აქ არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რომ მატათას საფლავი გონიოს ციხეშია, თუ ხართ ნამყოფი გონიოს ციხეზე. შიგნით ძალიან კარგი ბაღია, ძალიან კარგად შენახული ციხეა და იქ არის მატათას საფლავი. ოღონდ მატათას საფლავი არის იერუსალიმშიც და შესაბამისად ორგან ვერ იქნება დაკრძალული ან იერუსალიმში ან საქართველოში. გათხილი შესწავლილი არც ერთგან არის, არც მეორეგან. ორივეგან ალბათ უფრთხილდებიან, რომ ვაიდა არ არის ცარიელია, ხო და ამიტომ ურჩევნიათ, რომ ორივეგან იყოს და ხელუხლებელი იყოს და ესეც სასწაული გვაქვს მოკლედ და თუმცა წყაროებით ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი ნამდვილად გაიარეს შავი ზღვის სანაპირო, აფხაზეთი, შემდეგ ანდრია ყირიმში წავიდა. მაშინ ძალიან ესეთი მცირე გამოხმაურება ჰქონდა, ფეხი ვერ მოიკიდა, გასაგებია ხო, მაშინ ზოგადად ძნელად ვრცელდებოდა. ასევე მცდელობა იყო მცხეთაში ადგილობრივ ებრაელებში, რომლებიც იყვნენ წამოსული ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში ნაბუქოდონოსორის დროიდან იერუსალიმიდან და პირველ რიგში თავისთავად ებრაელები იღებდნენ ქრისტიანობას, იმიტომ რომ მათ იქ ჩაისახა, ხო, მათ კულტურაში გაჩნდა ეს რელიგია. თუმცა დღეს ესეც ძალიან უცნაურია ჩემთვის, რომ ებრაელი ხალხი არის იუდეველი, ეს მათი უძველესი რელიგია და დანარჩენმა ნახევარმა მსოფლიომ ქრისტიანობა მიიღო, რომელიც აქედან წამოვიდა. ამის შემდეგ ბუნებრივია რომის იმპერიის გავლენით ჩვენთან უფრო და უფრო ფეხს იკიდებდა ქრისტიანობა. მე-4 საუკუნეში იცით ცნობილი ისტორია, ბევრი თქმულება არის, ბევრი რეალობაც არის. წმინდა ნინომ იქადაგა, შემდეგ მირიან მეფე მიიღო, იყო პოლიტიკური მომენტის თავისთავად. არჩევანი, როგორც ყოველთვის, ჩვენ გქონდა არჩევანი სხვადასხვა იმპერიას შორის და კარგი იყო, როდესაც არჩევანს ვაკეთებდით ჩვენი სურვილით, ცუდი იყო თუ გვაკეთებინებდნენ არჩევანს. ამ შემთხვევაში მირიანმა აირჩია რომის იმპერია, რაც რთული იყო, იმიტომ რომ აღმოსავლეთ საქართველო გეოგრაფიულად არის ირანის მეზობელი და უფრო იმ კულტურის ნაწილად მოიაზრებოდა და ამ შემთხვევაში დიოკლეტიანე იყო რომის იმპერატორი, ძალიან დიდი იმპერატორი, ოღონდ ძალიან დაუნდობელი ქრისტიანების მიმართ. მისი წყალობით ჩვენ მოვეკეცით რომაული კულტურის ქვეშ და შემდეგ ქრისტიანობაც გავრცელდა. კონსტანტინე დიდის დამსახურება ეს ასევე, გამოგზავნა ეპისკოპოსი, მღვდლები და ჩვენთან ოფიციალურად 326 წელს გამოცხადდა. რუსეთში გამოცხადდა მე-10 საუკუნის ბოლოს ოფიციალურ რელიგიად, ესე იგი ამის 7 საუკუნით ვუსწრებთ ჩვენ რუსეთის გაქრისტიანებას. ზოგადად არ არის მიღებული, რომ თავი მოიწონო, რომ აი ჩემი რელიგია უფრო ადრე მივიღე, იმიტომ რომ ეს ჩვენ დღევანდელობას, აი ჩვენ თაობას არაფერს არ აძლევს, ხომ? თავის მოწონება მარტო იმით, რომ მე 1700 წლის წინ მივიღე, შენ 1000 წლის წინ მიიღე, მაგრამ აქ არის მეორე პრაქტიკული საკითხი, რომ რუსები ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენი კულტურის რაღაცნაირად გაუფასურებას და ამიტომ იყო, რომ ყოველ დროს, როცა მიეცემოთ ამის საშუალება, ქართველები სულ წამოწევდნენ ხოლმე წინ ამ საკითხს, რომ ჩვენი ეკლესია იმსახურებს, აქვს მას ეს თავისი ადგილი, ესე იგი ჩვენ ვიყავით მე-6 საპატრიარქო. ცნობილი არის 5 საპატრიარქო, ალექსანდრიის, რატო ალექსანდრიით დავიწყე, იერუსალიმი, კონსტანტინოპოლი, ანტიოქია, რომი, პაპია, მაგრამ იგივე საპატრიარქო დამოუკიდებელი ეკლესია და შემდეგ მოდის ქართული ეკლესია. ეს არის ძალიან მაღალი როლი და არადა გეორგიევსკის ტრაქტატით თუ გახსოვთ, იქ მე-7 მუხლში ჩაიწერა, რომ ქართული ეკლესიის მომავალი ბედი
გაირკვევა მომავალში. ხო, დაახლოებით ასეთი ჩანაწერია, რომ რუსეთში ამ დროს გაუქმებული არის პატრიარქის ინსტიტუტი, განაგებს წმინდა სინოდი, სინოდი ზოგადად არის საეკლესიო საბჭო, ოღონდ მას სათავეში უნდა ედგეს წესით პატრიარქი, კათოლიკოსი და ასე შემდეგ. თუმცა პეტრე დიდმა ჩაუყენა ობერ პროკურორი, რომელიც იყო სამხედრო პირი, თანამდებობა იყო სამხედრო, იურიდიულის არაფერ კავშირშია, ობერ პროკურორი უბრალოდ ესეთი ტიტული ჰქონდა. ესე იგი, სამხედრო პირი მართავდა რუსულ ეკლესიას. თავისთავად ნიშნავდა, რომ იმპერატორი მართავდა და ძალიან კაცრი ხელითაც პეტრე მით უმეტეს და ასეთი სისტემა ხდება, ასე ვთქვათ, ეჯახება ჩვენი ეკლესია, ასეთ სისტემის ნაწილი ხდება. იქვე ჩაიწერა, რომ ქართული ეკლესიის ხელმძღვანელი პატრიარქი გაუთანაბრდებოდა რუსეთის მე-7 ეპისკოპოსს თავისი რანგით. რაც იყო თუ მერვე ეპისკოპოსს მე მგონი და როცა გარსევან ჭავჭავაძე დაბრუნდა უკან, ეს ხო ძალიან მიღებული ფორმა იყო რუსებისთვის, რომ მაშინვე ერთმანეთს წაქეზება, ქართველებზე გადაბრალება, რომ ერთმანეთს ეკონოდათ ეს აგრესია და არა რუსებზე, უცხო დამპყრობელზე. რომ თითქოს გარსევან ჭავჭავაძემ შეასწორა და აქ ჩაუწერეს, რომ მეოთხე უნდა იყოსო თავისი ადგილით რუსულ მიტროპოლიტებს შორის და შემდეგ გადააკეთა და მერვე ჩაწერაო. ჯერ ერთი რა მნიშვნელობა აქვს, მეოთხე იქნება, მერვე იქნება, გამოდის რომ ის არის არც პირველიც დიდი არაფერი რუსული ეკლესიის ნაწილი გამოდიხარ, ხომ? გინდა პირველი იყავი, გინდა მეათე იყავი და ესე იგი დავა იმაზე იყო, რომ მეხუთე უნდა ყოფილიყო თუ მერვე და არა იმაზე, რომ საერთოდ რატო უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი სამეფოს პატრიარქი რუსული ეკლესიის რომელიღაცა თანამდებობის. ხო, მაგრამ ეს ხშირად ვახსენებ ხოლმე, რაღაცნაირად იყო ჩვენთან ეს მომენტი, ვერაფერს ვუკეთებდით აი ამ დამოკიდებულებას. კურაპალატი, რომელიც სულ გასდევდა 3 საუკუნე, ჩვენი მეფეები, რომლებიც ებრძოდნენ ბიზანტიას, თან კურაპალატები იყვნენ, ბიზანტიური წოდება ჰქონდათ, თან ებრძოდნენ ბიზანტიას და არ უკვირდათ მათ, ეს შეიძლება ჩვენ ვიკვირს, მაგრამ მათ არ უკვირდათ და დავით აღმაშენებელმა თქვა საბოლოოდ, რომ მე არ მინდა არანაირი ბიზანტიური თანამდებობა და თუმცა ეს ერთეული გამონაკლისია და შემდეგ ყოველთვის სიხარულით ატარებდნენ დანარჩენი სხვა მეფეებიც უცხოურ ტიტულებს. იგივე შაჰ-აბასი აჯილდოებდა ხალათით ძვირფასი ჯილდო იყო, მაგრამ მაინც ნიშნავდა, რომ ხარ ირანზე დამოკიდებული და მოკლედ ეკლესიას რომ დაუბრუნდეთ. რუსები თავისთავად, როცა ტრაქტატში ჩაიწერა ეს მუხლი, იქ ხო უკვე ფიქრობდნენ, რომ ქართულ სამეფოს დაიპყრობდნენ და ამიტომ წინასწარ კარგი საფუძველი ეს შეამზადეს, რომ აი ქართული ეკლესია, შემდეგ პრობლემები რომ ნაკლებად ქონოდათ და აი ამაზე ააგეს შემდეგ მთელი დანარჩენი პოლიტიკა. როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო ჯერ დაპყრობილი არ იყო, კნორინგი ასეთი თუ გახსოვთ შეხვდით ჩვენ, იყო კავკასიის ხაზის მთავარსარდალი, შემდეგ გახდა მთავარმართებელი ქართლ-კახეთის. კნორინგმა მიწერა ანტონ მეორის წერილი და მოსთხოვა იქ იყო რაღაცა 11 შეკითხვა. სანამ ხო კნორინგზე დავამთავროთ და მე საინტერესო იმაზე გადავიდეთ შეხედულებაზე. მოსთხოვა დაწვრილებით აღენუსხა და გაეცა პასუხი თუ რამდენი ეპარქია, რამდენი მღვდელია, ხელფას რამდენს იღებენ, როგორი წესია თანამდებობაზე დანიშვნის თუ გადაყენების და ანტონ მეორემ გაუგზავნა, იმიტომ რომ ეს არ იყო შეკითხვა, ეს იყო მოთხოვნა. ანტონ მეორე, ერეკლე მეორის ვაჟიშვილი, ძალიან კარგი განათლებით, საბოლოოდ რუსეთში გადაასახლეს და იქ გარდაიცვალა. 1810 წელს, როდესაც იმერეთის სამეფო გააუქმეს, დაიპყრეს. მაშინ შესთავაზეს, რომ სტუმრად წასულიყო რუსეთში, მიხვდა კარგად რა სტუმრობაც იყო და უარი თქვა მოიმიზეზა ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავიდა რამდენიმე თვე, ზაფხული დადგა, ისევ შესთავაზეს. წავიდა დუშეთამდე მივიდა, მოიმიზაზა რომ ცუდად გავხდი, დაბრუნდა ისევ თბილისში, მე ისევ მოსთხოვეს, უკვე უფრო მკაცრად და ძალით წაყვანას არჩია რომ თან უკვე ასაკშიც იყო, თან როგორი ხო პატრიარქი, ვერ დაიწყებდა ახლა იქ გაქცევას და აქეთ ტყეში დამალვას და წავიდა რუსეთში, მიიღო ეს თავისი როლი და იქ გარდაიცვალა ერთ-ერთ მონასტერში, გადაასახლეს ასე ვთქვათ და იქ გარდაიცვალა. მას ანტონის შემდეგ პირველი ეგზარქოსი გახდა
ვარლამ ერისთავი, ეს არის ესე იგი სულ 19 ეგზარქოსი ყავდა საქართველოს ქართულ ეკლესიას. ერთადერთი იყო ვარლამი, რომელიც იყო წარმოშობით ქართველი, წარმოშობით ახლა ცოტა ისე გავმივიდა, ქართველი იყო, მოკლედ აქ დაიბადა, აღიზარდა, რამდენიმე წელი რუსეთში გაატარა და მიიღო იქ განათლებაც და დაბრუნდა როგორც ეგზარქოსი რამდენიმე წელი. ოღონდ არ ვიფიქროთ, რომ მისი ქართველობა რამეს ცვლის ქართველების სასარგებლოდ, არა, ძალიან კარგად აკეთებდა რუსულ საქმეს. მაგალითად, მისი ეგზარქოსობა დაემთხვა კახეთის აჯანყებას. კახეთის ძალიან დიდი აჯანყება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ჩაება მასში ქართლი, მთა, დიდი გაჭირვებით ჩაახშო რუსეთმა და ვარლამი აქტიურად მონაწილეობდა ჩახშობაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ პირიქით უნდა დახმარებოდა ის აჯანყებრებს, მაგრამ არა, დადიოდა ერთგულ საიმედო მღვდლებთან ერთად, მოუწოდებდა გლეხებს, თავისთავად მაშინ გლეხებს მით უმეტეს ძალიან დიდი რიდი ჰქონდათ სასულიერო პირების და სასულიერო პირებს შეეძლოთ აჯანყების დაწყებაც კი და მისი ჩაქრობაც და დადიოდა, მოუწოდებდა, ამშვიდებდა, ახლა მთლად რო არ გადავაბრალოთ მარტო ვარლამს არ იყო მისი ბრალი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთ როლს თამაშობდა დამშვიდებაში. რატო არ მოკლეს? სასულიერო პირის მოკლა ძალიან მიუღებელი და თან ისე იყო, რომ ის კი არა, თავადსაც აზნაურსაც ძალიან იშვიათად. როცა თან მოლაპარაკებაზე მიდიოდა, მიუღებელი იყო და ეს ღირსება ჰქონდათ. რა და კარგი კითხვაა, რომ თუ თვლი რომ ადამიანი მტერია და შენ საქმეს აფუჭებს, ხო, მაგრამ ეგზარქოსია ის, თან ერისთავი, წარმოშობით, ერისთავების გვარიდან და ალბათ თვითონაც კარგად იცოდა, რომ არაფერს დაუშავებდნენ და თამამად დადიოდა. გარდა ამისა, თან ალბათ დიდად რა შეცვლა, ჩაანაცვლებდნენ მსგავსი. კი ბატონო. ქართველით აღარ ჩაანაცვლებდნენ და უკვე ავტორიტეტი არ ექნებოდა, ხო, ეს მომენტი კი არის. ხო, იმ ყველა მოდელს ხო, კი ბატონო. მღვდელი ბევრი იყო. გარდა ამისა იძახიან, რომ უფრო ცუდ საქმესაც აკეთებდა, უგზავნიდა ინფორმაციას, სარდლობას რუსული ჯარის, სად რამდენი ადამიანი ნახა, სად ვინ მონაწილეობდა აჯანყებაში თუ ვინ თანაუგრძნობდა და ეს ასე ვთქვათ ხმების დონეზე იყო და ჩვენც ვიცოდეთ და მთლად ესე არ დავადანაშაულთ, მაგრამ ასე ლაპარაკობდნენ ყოველ შემთხვევაში იმ დროს, ფიქრობდნენ რომ ვარლამს და მის მომხრე, რუსეთის მომხრე მღვდლებს გაქონდათ ხმები. დასაკვირველია იყო საპირისპირო მაგალითი, როდესაც პირიქით მღვდლები, აჯანყებუნების მომხრეებიც იყვნენ, აქეზებდნენ შემდეგ იმერეთშიც რო გადავალთ იქაც ვთქვათ და მოკლედ სანამ დანარჩენ ეგზარქოსებზე გადავალთ, ესეთი ძალიან საინტერესო რუსი ისტორიკოსი იყო, ეს ვარლამის ხვაწლი არ მინდა ჯერ. ესეთი იყო დურნოვო და ერთ-ერთი ქართველი მე-20 საუკუნის დასაწყისში წერდა, რომ ის არის არა ერთ-ერთიო რუსებიდან, რომელიც ობიექტურად აფასებს ქართველებს და რუსეთთან ურთიერთობაში რუსეთს, არამედ ერთადერთიაო, ძალიან ხმამაღალი განცხადება და ის წერს, რომ როდესაც დაიწყებენ ეგზარქოსების კვლევას, თუ როგორ იქცევდნენ ისინი და რას მოაწევდნენ საქართველოში, უნდა გაწითილდესო ნებისმიერი რუსი და აბტყუნებდა რუსებს, ძალიან ობიექტურად წერდა, თუ როგორი იყო ეგზარქოსობის ისტორია საქართველოში და აი აქედან უკვე ხვდებით, რომ იყო ძალიან მძიმე და სამარცხვინო რუსებისთვის, ოღონდ ისეთი დურნოვოს მსგავსი რუსებისთვის, სამწუხაროდ დახვრიტეს სტალინის 37-ში, ჯერ ჩეხეთში მოღვაწეობდა, შემდეგ დაბრუნდა საბჭოთა კავშირში და ორი ვაჟი ყავდა და ორ შვილთან ერთად დახვრიტეს 37-ში, როგორც აკეთებდნენ ხოლმე. ვარლამის რაც შეეხება მის ღვაწლს, ესე იგი, ქაშვეთი აიგო მის დროს, ძალიან ცნობილი ჩვენი ეკლესია, რუსთაველზე სავიზიტო ბარათი და თავისთავად ძალიან კარგი საქმე გააკეთა. ვარლამის შემდეგ დანარჩენი ყველა 18 ეგზარქოსი იყო რუსი. ამ ეგზარქოსებიდან ახლა ყველა სახელები ვახსენებთ გზადაგზა, მაგრამ არც დასამახსოვრებლად მოგცემს რაიმეს, 1-2 იყო ძალიან ცნობილი, პავლე ლებედევი, იცით ხო ეს პავლე, რომელმაც დაწყევლა საქართველო, თუმცა მერე დაწვრილებით ვისაუბროთ ამაზე. იყო პიტირიმი, ასეთი ეგზარქოსი, ნაკლებად ცნობილი ჩვენი ეგზარქოსობით. უფრო ცნობილი იმით, რომ იყო რასპუტინთან დაახლოებული მთავარეპისკოპოსი, რასპუტინი იცით ალბათ ხო, სამეფო კარზე ძალიან დიდი გავლენით, უამრავი მას ჭორი არსებობს, ფიქრობენ რომ ჰიპნოზის ძალა ჰქონდა,
ბევრი რაღაცა ისეთ ცოტა უფრო მეტ ძალასაც მიაწერს. მისი ბარემ რადგან ვახსენე, მისი მკვლელობა იყო მთელი ესეთი ტრილერი, ესე იგი ჯერ ძალიან დიდი დოზა შხამი დაალევინეს, ეს რომ წამოდგა ისევ და ვიღაცას შეხვდა გზაში. მკვდარი გონიათ უკვე, იმ რამდენიმე ტყვია ესროლა. შემდეგ სადღაც დააწვინეს, მე ისე თურმე მოძრაობდა, მე ტომარაში ამოკერეს და გაყინულ მდინარეში ჩააგდეს და მე იძახდნენ რომ კიდე გადარჩა და სადღაც დაბოდიალობსო ვიღაცა მოხუციო და ძალიან შიში იყვნენ რომ მართლა ხო არ გადარჩა და აი რასპუტინთან დაახლოებული იყო ეს პიტირიმი, ჩვენი ეგზარქოსი, არაფრით ის ბოლოს არის მე-20 საუკუნეში, უბრალოდ ცნობილი ეგზარქოსებიდან ვიძახი. ასეთი ნიკონი იყო, სახელი გაითქვა იმით, რომ ჩვენთან მოკლეს და ამით არის სახელგანთქმული. თავისი რეზიდენციის სხვადასხვა მონაცემები გვაქვს, ერთით გარეთ გამოსული კიბეზე მოკლეს, ერთით შესასვლელში მოკლეს და მისი მკვლელობის ამბავიც ვერ გაირკვა საბოლოო ჯამში. იყო ძალიან ბევრი კანდიდატი, ბრალდება ბევრზე იყო, მათ შორის ქართველ მღვდელმთავრებზე. ამბროსიზე, ის გადაასახლეს კიდეც გაასამართლეს კირიონი, ჩამოართვეს მღვდელ მსახურების უფლება და მოკლედ აი ესეთი ცნობილი შეხვდება ჩვენ რამდენიმე ეგზარქოსი. ვარლამის შემდეგ, როგორც თქვით, არიან სულ რუსები და გადავიდეთ აგერ შევხედოთ. ეს არის თეოფილაქტე, მისი ძალიან დიდი დამსახურება იმერეთის აჯანყება, რომელიც 1819-20 წლებში მოხდა. მისი დამსახურება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ის რუსეთმა გამოგზავნა იმისთვის, რომ გაეკეთებინა საქმე, რაც დაავალეს. რა იყო ეს საქმე? აღეწერა ქართული ეკლესიის მიწები და მოეხდინა მათი სახელმწიფოსთვის გადაცემა. და ამ დავალების გაკეთება რომ დაიწყო, ესე იგი, რა იყო რუსების მიზანი და როგორ იყო მოწყობილი ჩვენთან ეკლესია? იყო საეკლესიო სოფლები, საეკლესიო გლეხები და აზნაურები. მათი გადასახადი, მათი მოვანილობა იყო ეკლესიის შენახვა, რომელიც იყო მათ სიახლოვეს, რომლის საკუთრებაც იყვნენ, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ქართული ეკლესიები არ იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოზე. ეს სხვა არის ახლა ამაზე მსჯელობა რომ ეს სწორი იყო თუ არასწორი, მაგრამ ქართული სისტემა ასე იყო მოწყობილი, 5000-ზე მეტი ოჯახი იყო საეკლესიო ყმა, ასე ვთქვათ, და რამდენიმე ათეული აზნაური. რუსეთის მიზანი იყო რომ მოეშალოთ ეს სისტემა და ქართული ეკლესია მთლიანად ყოფილიყო დამოკიდებული სახელმწიფოზე. გასაგებია რატო უნდათ ეს, რომ თუ ხარ შენ დამოკიდებული სახელმწიფოზე, თუ ის გაფინანსებს და გიხდის ხელფას, შენ ვალდებული, იძულებული ხარ რომ გააკეთო ის, რასაც სახელმწიფო დაგავანებს. ამიტომ დაიწყეს საეკლესიო გარდა ამისა მეორე მიზანი, საეკლესიო მიწები გახდებოდა სახელმწიფოს საკუთრება, გლეხი იქნებოდა თუ ის მიწა და შესაბამისად შემოსავალიც უკვე სახელმწიფოს ხელში გადავიდოდა. და ზუსტად თეოფილაქტემ დაიწყო იმერეთში აღრიცხვა თუ რამდენი გლეხი იყო საეკლესიო, რამდენი მიწა, დაიწყეს ჩამორთმევა, ძალიან დიდი გადასახადები დააწესეს. ასევე გადაიყვანეს ნატურალური გადასახადები იყო მაშინ და ფულად გადასახადზე. დიდი აჯანყება ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, დაიწყო რაჭაში, იმერეთში, გურია სამეგრელოში. თეოფილაქტეზე იყო განსაკუთრებული აგრესია და დიდი რაზმით გადმოიყვანეს თბილისში, გამოარიდეს იმერეთს. 1820 წელს ძალიან საინტერესო, ესე იგი ველიამინოვმა შესთავაზა, ჩას მე მგონი ხო ველიამინოვმა შესთავაზა, რომ ჯერ ერთი მაშინ იყვნენ დოსითეოს ქუთათელი და გაენათელი მიტროპოლიტი, მათ დააბრალა, რომ თითქოს ისინი ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს ისინი ზრდიდნენ გადასახადს და უნდა ჩაენაცვლებინათ, ჩამოეცილებინათ და დაპირდა, რომ არავინ დაისჯებოდა იმ აჯანყების გამო, თუმცა ამან აჯანყება ვერ ჩაახშო და აი აქ არის მე მგონი, ესე იგი წერილი გაუგზავნეს პუზირევსკის, რომელიც იყო ველიამინოვის თანაშემწე, თუ როგორ უნდა ემოქმედათ, რომ ეს ორი ეპისკოპოსი გადაეყვანათ რუსეთში, თუ ისე მოხდებოდა, რომ დაიღუპებოდნენ თუ მოკლავდნენ გზაში, არ დაემარხათ საქართველოში. ესეთიო სრუმორწმუნეები არიან, მდინარეშიც რომ გადააგდოთო, ან სადმე დამარხოთო. შეიძლება იპოვნონ მისი საფლავი, წმინდანად შერაცხონ, ან მდინარემ სადმე გამორიყოს და ამიტომ მიცვალებულიც კი გადაიყვანეთო რუსეთში. ასეთი იყო ბრძანება.
და პუზირევსკი პირობას იძლეოდა, რომ ჩამოაცმევ თავზე ტომარას, დაუტოვებ სასუნთქ, რაღაცა ამოუჭრი, სახეზე რომ ვერ იცნონ, გზაში და არ მოხდეს იქ თავდასხმა და ინციდენტი და აღგვართვანეს ადამიანები და საბოლოო ჯამში გაიგო და ამაზეც ვისაუბრეთ ჩვენ და ანანურში დაკრძალეს დოსითეოს კუთათელი და აი ესე მოხდა ამ აჯანყების ჩახშობა შემდეგ ეს სხვა თემაა. თეოფილაქტეს რასაკვირველია, დიდხანს ვეღარ იყო საქართველოში, რუსებმა გადააყენეს. იმიტომ რომ თითქოს მას დაბრალდა ის აჯანყებაც, იქ რაღაცა ძალიან დიდი მსხვერპლი და გაიწვიეს რუსეთში. რამდენიმე ეგზარქოსი საქართველოში გარდაიცვალა, დანარჩენები 15-16 რუსეთში გაიწვიეს, ან დააქვეითეს, ან პირიქით დააწინაურეს და სხვადასხვანაირად მოხდა. ამის შემდეგ ჩვენ გვყავს კიდევ ახალი მიტროპოლიტი. გადავიდეთ მოსე არ გვინდა ჯერ. იონა იყო თეოფილაქტეს მოსწავლე, ასე ვთქვათ, მან დააწინაურა, აკურთხა ეპისკოპოსად და იონას დროს საკმაოდ დიდი ხანი იყო ეგზარქოსი, ძალიან საინტერესო მმართველობა ჰქონდა, საინტერესო საჩივარი შევიდა იმ დროს, პასკევიჩი იყო მთავარმართებელი გენერალი და ასეთი მოთხოვნით მიმართა ეგზარქოსს, რომ თბილისშიო გვიანობამდე არისო ქორწილი და ჯვრისწერა. და აიკრძალოსო გვიან ღამე ჯვრისწერის გამართვა, მე ეტყობა ზეიმი მოსდოდოთ ქორწილი თუ რაც იყო იქ და სროლა შეიძლება და შეწუხდნენ რუსები იმით, რომ შუა ღამემდე ქართველები ქორწილებს მართავდნენ და 9 საათის მერე აიკრძალა ჯვრისწერა, 9 საათიც გაიგვიანია, მაგრამ და განსაკუთრებული თუ იქნებოდა რაიმე გამონაკლისის სახით, სპეციალური ნებართვა უნდა ქონოდა ეგზარქოსისგან იმ წყვილს, ვისაც ნებას დართავდნენ. ასევე იონა ესე რელიგიურად ეს ეგზარქოსები იყვნენ ძალიან განსწავლული ადამიანები. ყველას ჰქონდა გავლილი, ყველას აფეხური აბსოლუტურად, სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ ბერმონაზონი, მღვდელი, სხვადასხვა ხო, ვინც საიდან მოდიოდა, ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები ხდებოდნენ. ამას არ უწუნებენ არც ქართველები, არც რუსები თავისთავად, რუსები ყველას აქებენ, ეს ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა. მთავარი პრობლემა იყო იმაში, რომ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველებთან, ქართულ ქრისტიანობასთან, თორემ მათთვის ისინი ქრისტიანები იყვნენ, მორწმუნეები იყვნენ, იმედი მაქვს და უმეტესობა ალბათ ასეც იყო. რამდენიმე ორი ეგზარქოსი წმინდანად შერაცხეს, იმიტომ არა რომ აქ მოღვაწეობდნენ, ბოლშევიკებმა დახვრიტეს, ერთი კიევში, ერთი რუსეთში და ეს უკვე მე-20 საუკუნის მოვლენები თავისთავად. მაგრამ საქართველოში იქცეოდნენ ძალიან ცუდად, ძალიან ჩვენთვის დამაზიანებლად. რამდენიმე იყო ღიად, რომ ძარცვავდა ქართულ ეკლესიებს, თან განსხვავებული მეთოდები ჰქონდათ. ერთი იყო პირდაპირ ღიად შეჭრა, წაღება იმ საგანძურის, ერთ-ერთ ეგზარქოსზე წერდნენ მოსეზე, რომ როდესაც ის გაიგებდნენ მონასტერში, რომ ეგზარქოსი აპირებდა სტუმრად მისვლას, სიძველეებს მალავდნენო ბერები, მიწაში მარხავდნენ, რომ არ ენახა შემთხვევით თვალი არ მოეკრა და არ დაეუნხენი და არ წაეღო. გარდა ამისა იყო ასეთი ისიდორე, რომელმაც ჩამოიყვანა რუსეთიდან ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, გამოზიდეს რაც კი რამე ძვირფასი ხელთ რაც მოხდა თავისთავად, ბევრი დამალეს, ბევრი არაჩვენეს საბედნიეროდ და ვითომ რესტავრაციის და შესწავლის მიზნით და თვლებს ცვლიდნენ. ძვირფასი თვლების ნაცვლად სვამდნენ ყალბ თვალს ან ოქროს თუ იყო რაღაცა იმასაც აყალბებდნენ და უბრუნებდნენ უკან გაყალბებული სახით. ხო, ქრისტიანობა რასაკვირველია, როგორც ჩვენ გვესმის, უბრალოდ მეთქი თეოლოგიურად იყვნენ განსწავლულები და ძალიან კარგად იცოდნენ ღვთისმეტყველება, ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ აი ეს ადამიანები, ხო, ასე იქცევა, როგორ შეიძლება იყო ქრისტიანი და ეკლესია გაძარცო, ეს ხო გაუგებარია. ხატი მით უმეტეს და გაყიდო შემდეგ ის და აქედან ნაწილი რუსეთშია დღემდე, ნაწილი სხვადასხვა მუზეუმებშია გაფანტული. იყო კიდე ევსევი, რომელმაც ჩამოიყვანა პეტერბურგიდან ცნობილი მხატვარი, ფოტოგრაფი, მას პირდაპირ მიქონდა. ართმევდნენ, ასე ვთქვათ, ეთხოვებოდნენ, რომ ფოტოს გადაუღებთ და შემდეგ დაგიბრუნებთ. არ აბრუნებდნენ. შემდეგ იჩივნეს მეფის ნაცვალთან, მეფის ნაცვალმა მიმართა ეგზარქოს, მან იუარა ყველაფერი და როგორც ამბობენ მე ეს მხატვარი რომ დაბრუნდა პეტერბურგში, თავისი ფოტო ატელიე გახსნა, იმდენი ფული გააკეთა თურმე, გაყიდეს რასაკვირველია ეს ნივთები და ამ იონას რაც შეეხება,
რაზეც გამახსენდა, რომ ასე ვთქვათ, სწორად ცდილობდნენ ზოგიერთი ეგზარქოსი. ძალიან მიღებული იყო, დღესაც შეხვდებით, საკლავის დაკლა შეწირვა ეკლესიასთან. დღემდე არის ეს ჩვევა, იცით, ეს არის წარმართული თავისთავად, ქრისტიანობაში არ არის მიღებული და 1700 წელია გვაქვს ეს განსაკუთრებით თაში შემორჩა. აკრძალა საკლავის დაკლა ეკლესიასთან. ასე ვთქვათ, ქრისტიანულად ეს სწორია, მაგრამ მას მე მგონი ეს არ აწუხებდა, უბრალოდ უნდოდა ქართული ჩვევები წაეშალა და ჩაესვა რუსულ სტანდარტში. იონას გარდაცვალების შემდეგ მოსე იყო ცოტა ხნით 2 წელი. ერთადერთი რითიც გამოირჩა, კოლერა იყო იმ დროს, გავრცელებული, პირადად სტუმრობდა თურმე კოლერით დაავადებულებს, გახსნა მათთვის სამკურნალო, რაღაცა მოაწყო ცალკე სამკურნალო და შესაძლებია თავისთავად პირადი გამბედაობის მაგალითიც არის, მაგრამ ძალიან ცუდად მოექცა ფილადელფოს კიკნაძეს. ფილადელფოს კიკნაძე იყო 32 წლის შეთქმულების ერთ-ერთი იდეოლოგი, მან დაწერა აქტი გონიური შეთქმულების წესდება. იყო მღვდელმონაზონი შუამთის მონასტერში. როდესაც თბილისში ჩამოიყვანეს, ფეხით ჩამოიყვანეს შუამთიდან, ფეხშიშველი ძალიან ამცირებდნენ, ფიზიკურად გაუსწორდა თურმე ეგზარქოსი მოსე, ჯვარი ჩამოგლიჯა, ხელი დაარტყა და მალევე გარდაიცვალა ფილადელფოს კიკნაძე, რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, აშიმშილებდნენ ფაქტობრივად და ესეთი ადამიანი თითქოს მორწმუნე და მისი ქცევაც მაინც იყო ესეთი, რა ვიცი, ალბათ რუსული შეიძლება დავარქვათ. მოსეს შემდეგ, ხო, თეოფილაქტეზე დამავიდა პირველი რუსი ეგზარქოსი, ვინც იყო. ესეთი საინტერესო ლეგენდაა, რომ წმინდა ნინოს საფლავი უნდა გაეხსნა თითქოს და შეეხო, მაგიტო გარდაიცვალაო. ოღონდ კოლერათი გარდაიცვალა სინამდვილეში და ესეთი ლეგენდა მხოლოდ და ბოდბეშია დაკრძალული სხვათა შორის და კარი მისი საფლავი. შემდეგ მოდიან ეგზარქოსები, რომლებიც ხო, ეს არის ძალიან საინტერესო ადამიანი. ტამბოვიდან გადმოიყვანეს ეპისკოპოსი იყო ტამბოვის და გახდა ეგზარქოსი. და შიშ ზარს სცემდა თურმე მთელი ტამბოს იმ რაც იყო მისი სამწყსო. ძალიან მკაცრი, რამდენიმე ასეული მორჩილი და მოსწავლე სემინარიდან ჯარში გაგზავნა. პატარა გადასტომას არ პატიობდა, როდესაც მისი გამოსათხოვარი პარაკლისი გადაიხადეს, არც ერთ სასულიერო პირი არ მივიდა თურმე და ეს რომ წამოვიდა თბილისში, დიდი ზეიმი ქონიათ სასულიერო პირებს, რომ ეს როგორ ადამიანი მოვიშორეთო და ძალიან უხაროდათ და ჩვენთანაც ეგზარქოსების დანიშვნა თავისთავად ხდებოდა მათი თვისებების მიხედვით, არჩევდნენ ისეთ ადამიანს, რომლებიც იყვნენ განსაკუთრებით იქაც იყვნენ ხო რუსეთში, ვიღაცა უფრო რბილი მიდგომით, ვიღაცა უფრო მკაცრი მიდგომით, ვიღაცა შეიძლება აინტერესებდა ადგილობრივი კულტურა და გზავნიდნენ ძალიან ცუდ კადრებს, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ჩვენ ეგზარქოს, განსაკუთრებით იდეოვნება ქართული ენა. თითქმის არ არსებობდა ეგზარქოსი, რომელიც არ ებრძოდა ქართულ ენას, მაგრამ ჰქონდათ ერთი დიდი წინაღობა, რომ რუსული ენა მით უმეტეს პირველ ნახევარში მე-19 საუკუნის თითქმის არავინ იცოდა. ჩამოყავდათ რუსეთიდან მასწავლებლები, სასულიერო პირები, მაგრამ რამდენს ჩამოიყვან, ასობით მღვდელი იყო საჭირო, სემინარია დააარსეს და იქ სწავლაც მიმდინარეობდა ქართულ-რუსულ ენაზე. მარტო რუსული რო ყოფილიყო, ვერ ასწავლებდი ელემენტარულად ფიზიკურად, ამიტომ უწევდათ, რომ ქართული ენაც ყოფილიყო რუსული ენაც, თორემ ყველა მომხრე იყო, რომ ქართული არ ყოფილიყო საერთოდ. ერთ-ერთი ეგზარქოსის დროს პირველი კლასიდან დააწყებინეს ქართული ენის შესწავლა, იყო ასეთი მცდელობა, რომ მუნჯური ჟესტების ენა ვასწავლოთო, ქართულის ნაცვლად. რომ თავის სამწსოსთან მღვდელს ქონოდა ჟესტებით ურთიერთობა და ამაზე თავისთავად მე უარი თქვეს. და ესე ებრძოდნენ, თუმცა ამ ევგენის ამ ეგზარქოს ჰქონდა ინტერესი ძველი ქართული გალობების მიმართ, ჩაიწერეს თურმე ნოტებით და დაიკარგა ოღონდ არ შემორჩა და აღარ გვაქვს სამწუხაროდ. განსაკუთრებით, ესე იგი ევგენიზე კიდე რა შეიძლება ითქვას, მის დროს სვეტიცხოვლის რესტავრაცია ჩატარდა. საკმაოდ უხარისხო, მართალია ჩამოიყვანეს ფრანგი არქიტექტორი, მაგრამ ფრანგი არქიტექტორები შეიძლება იყვნენ კარგები და ცუდები, ხო? და ეთყობა იაფად ცდილობდნენ და ესე იგი, რესტავრაციის დროს ორგი ეკვდერი მოანგრიეს თურმე. მცირე ეკლესია იყო გვერდზე და ისიც დაინგრა.
და ფრესკების ნაწილი თეთრად გადაღებეს და შემდეგ იყო კიდევ ასეთი ისიდორე, რომელმაც არა მარტო ალავერდი, გრემი, ალავერდი თეთრად საღებავის ქვეშ დაფარეს, რომ ის ფრესკები აღარ გამოჩენილიყო. და ესეც მიზარ მიმართულად ხდებოდა, რომ ის ძველი ქართული რაც იყო ფრესკები, კულტურის ნიმუშები თუ რელიგიური გაენადგურებინათ და დაემალათ. ამის შემდეგ იწყება ვორონცოვის ეპოქა, ვორონცოვი, რომელიც მომდენო გაკვეთილზე ვისაუბრებ, გაკვეთილი რაღაცა. ლექცია. გამოყოლილი მაქვს. ისიდორე რომელიც ვორონცოვის პოლიტიკის შესაბამისად ცდილობდა რომ ლიბერალური როლი ეთამაშა. ეთამაშა იმიტომ რომ არანაირი ლიბერალი ის არ ყოფილა, ზოგადად ეკლესიაში ისედაც ცოტა რთული წარმოსადგენია ლიბერალიზმი, იმიტომ რომ რელიგია კონსერვატიულია ხო და მაგრამ ვორონცოვი ესეთი რბილი ძალა, რომელიც ცდილობდა რომ ქართველების ესე დაყვავებით, თავზე ხელის გადასმით საბოლოოდ შეეყვანა და ექცია რუსეთის იმპერიის ნაწილად. ვორონცოვი რომ წავიდა, შემდეგ ვისაუბრებთ კიდე, ტირილით გააცილეს, მართლა ტირობდნენ და თავში ხელს იცემდნენ რომ ეს რა კაცი დავკარგეთ და იგივე იყო ეგზარქოსის შემთხვევაში რომ ესეც ტირილით გააცილეს აქედან ოღონდ როგორც მე წერდნენ ზოგიერთი ქართველი იმ პერიოდის რომ ბევრი რაღაც ჩვენ არ ვიცოდითო იმ მომენტში და მე რა ვიგებდითო თუ რა ცოდი საქმეები კეთდებოდა იმიტომ რომ კომუნიკაცია რასაკვირველია იყო ძალიან შენელებული იმერეთში რაღაც რო ფუჭდებოდა ან რომელიმე ეკლესიას მაგალითად გადაღებავდნენ ის შეიძლება კახეთში საერთოდ არ გაეგოთ და 21 საუკუნეში ვიღაცა წაიკითხოს და ისე გაიგოს და ამიტომ იმ ადამიანის რომელიმე კონკრეტული ეგზარქოსის ცუდი საქმეები თბილისში ნაკლებად იცოდნენ და როდესაც გააცნეს ეს იყო სხვათა შორის ხატებიდან რომ იღებდნენ ძვირფასთულებს და მერე გაყიდა და ოღონდ როგორი მიდგომა ჰქონდა ძალიან დაყვავებით ესაუბრებოდა ვითომ ქართველების იმ მნიშვნელობაზე კულტურაზე და ასე აწონებდა თავს და სინამდვილეში ეს ერთი ხელით ძარცვავდა კიდე ეს პატივცემული ეგზარქოსი ამის შემდეგ ყავს ჩვენ ხო ეს ევსევი ილინსკი ეს განსაკუთრებით ეგზარქოსებშიც გამოირჩეოდნენ, ვიღაცა უფრო ბოროტი იყო, მე მგონი ეთქობა კიდეც სახეზე, ვიღაცა შედარებით ნაკლებად ბოროტი, ვიღაცაზე გვაყავს ასეთი ეგზარქოსებიც, რომ არანაირი არც ცუდი, არც კარგი, ერთი ეგზარქოსი 9 თვე იყო მაგალითად და ვერც ვერაფერი გაფუჭებაც ვერ მოასწრო, მაგრამ ეს არის განსაკუთრებით გამორჩეული გაბრიელ კიკოძეს ეპისკოპოსს დააბრალა რომ თურმე ის ფულს იღებდა, რასაც თვითონ აკეთებდა, იმას აბრალებდა ქართულ მღვდელმთავრებს და იმდენად გაუფუჭა სახელი, რომ აკაკი წერეთელი აპირებდა დროებაში კრიტიკული წერილის დაწერას. ანუ ქართველებმა დაიჯერეს, აკაკი წერეთელმაც კი დაიჯერა, რომ თურმე ეპისკოპოსი გაბრიელ კიკოძე ფულს იღებდა, ყიდიდა საეკლესიო ნივთებს, ვიღაცებს ფულს ასე თქვა წირვის დროს ამაში ფულს ართმევდა და შემდეგ კიდე კარგი გადაიფიქრა და პირადად დაელაპარაკა და გაარკვიეს და აუხსნა ეპისკოპოსმა რომ შემოწირულობას აძლევდნენ და მე იმ ფულს ახმარდა იმ რომელიღაცა ეკლესიას რომელსაც უჭირდა წერა-კითხვის გამავრცელების საზოგადოებას წირავდა და არადა აკაკი წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გონება თავისი ეპოქის და მანაც კი დაიჯერა რომ თურმე რუსებიდან წამოსული ხმა რომ ქართველი ეპისკოპოსი და ძალიან კარგი მაგალითია როგორ ხდებოდა ერთმანეთზე წაქეზება და ესე ერთმანეთის მე მტრობა შემდეგ ხშირად როგორა იცით ხო თავისთავად რომ ერთი რო აგორდება ერთი მხარე რომ განაწყენდება მე ისიც საპასუხოდ პასუხობს და მე უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა რატო დაიწყო ყველას ახსენდება ახალი პრობლემა ახალი პრეტენზია და ის რომ სადღაცა რუსული ძირი ქონდა იმას მე არავინ აღარ აქცევს ყურადღებას და ესა ერთმანეთს ადვილად კბენენ ხოლმე მის შემდეგ ჩვენ ყავს ასეთი იოანიკე რუდნევი ეს იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ კარგი ეგზარქოსი შედარებით კარგი ეგზარქოსი და მის შემდეგ ჩვენ ყავს ხო ამაზე ერთადერთი რას წერენ რომ როდესაც გადადიოდა რუსეთში ბრუნდებოდა თურმე ლოცვა აღავლინა რომ რა კარგია რომ აი ველურებიდან წამიყვანე უფალს მადლობა მოუხადა და კიდევ იძახდა რომ ესე იგი ქართველებიო არიანო ველურებიო იფიცებიანო რომ აი მე-14 თაობამდე ვიციანო ნათესაობაო მაგრამო ძმა-ძმას არინდობსო შეიძლება ნებისმიერ წამსო გაბრაზდესო და ხანჯალი იშიშვლოსო და ჩაქცესო ზურგშიო და მოკლედ კმაყოფილი და ბედნიერი წავიდა დაბრუნდა რუსეთში
ხო, აი ეს არის მის სიტყვა, ასეთ ის არის დაშლილია ტექსტი, მაგრამ და პავლე ლებედევი, ეს ყველაზე ცნობილი ეგზარქოსი, მიზესთა და მიზესთა გამო მის მოღვაწეობას დაემთხვა, ესე იგი, ჩუდეცკი რომ მოკლა ლაღიაშვილმა, ეს არ არის მხოლოდ ჩუდეცკის და ლაღიაშვილის შემთხვევა, ლებედევიც იყო იმ პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გამტარებელი და შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ლებედევიდან მომდინარეობდა ყველა ის დანარჩენი იქ არსებული პრობლემები და ტრაგედიები. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქართველების სიძულვილით. ქართული ენის სიძულვილით, ითხოვდა რომ ქართული საერთოდ ამოეღოთ სემინარიიდან, არ ესწავლნებინათ. არჩევდა, როგორც კი დაინიშნა ეგზარქოსად, ჩუდეცკი იყო სემინარიაში რექტორი, გაუშვეს ყველა ქართველი მასწავლებელი, ვინც იყო, დანიშნეს რუსები. ასევე მაგალითად იყო ასეთი ტაძარი ალექსანდრეს სახელობის, შერეული მრევლი იყო ქართველი და რუსებისგან შედგებოდა და ორი მღვდელი წირავდა, რუსული მრევლისთვის რუსი მღვდელი, რუსულენოვანი, ქართველებისთვის ქართველი. ორივე რუსი მღვდელი დანიშნა ქართველებისთვისაც. სპეციალურად აკეთებდა, რომ რუსული ენა ყოფილიყო იქ წამყვანი. ასევე სემინარიაში ყველაფერზე დასჯა, გაძევება, თან ამ დროს უკვე 80-იანი წლებია, ხალხოსნური მოძრაობა გააქტიურდა, მარქსიზმიც, ესე თქვათ, ფეხს იკიდებს და იყო საერო ლიტერატურა აიკრძალა, ქართული სასულიერო ტექსტები აიკრძალა საერთოდ და რუსულად უნდა ესწავლათ ქართული სასულიერო პირების შესახებ მაგალითად და რაც შეეხება ლაღიაშვილს რატო გარიცხეს მას ჰქონდა ხელნაწერი ჟურნალი სტუდენტების გაკეთებული და ეს რომ უპოვნეს ამის გამო გარიცხეს სემინარიიდან იყო ბოლო კურსის სტუდენტი ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან სემინარის დამთავრება ნიშნავდა რომ მინიმუმ სასულიერო პირი გახდებოდა მასწავლებელი გახდებოდა ბევრი ეხვეწა თურმე ჩუდეცკის რექტორს რომ იქნებ ცნობა მაინც მომცეთ რომ მასწავლებლად ვიმუშაო რომელიმე სოფელში არც ეს ცნობა არ მისცეს შეხვდა ლებედე პავლესაც ეგზარქოს მანაც ძალიან ცივად მიიღო და უთხრა რომ ის გარიცხულია სასწავლებლიდან და ამის გამო კიდე ბოლოჯერ რომ შეხვდა ხანჯალი იყიდა მივიდა ჩუდეცკისთან ბოლო შანსი მისცა კიდევ სთხოვა რომ იქნება თუ აღდგენა არა ის ცნობა მიეცათ დამთავრებამ ჩაეთვალა თუ არ უთხრა ჩუდეცკიმ გამწარებულმა ხანჯლით მოკლა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა შემდეგ დააპატიმრეს რადგან 20 წლის იყო 21 წელი იწვებოდა მაშინ სრულწლოვან ასაკად სიკვდილით დასჯა ვერ მიუსაჯეს და გადაასახლეს 20 წლით ციმბირში ჩეხოვთანაც ხდება ნაწარმოებში ლაღიაშვილი სახალინზე გადაასახლეს და მისი კვალი იკარგება შემდეგ ბევრი ჭორი იყო რომ ვითომ იაპონიაში გაიქცა ვითომ ამერიკაში გადავიდა და ჭორებად დარჩა ამას მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება პავლემ შემდეგ, როდესაც წირვა არა, ჩუდეცკის პარაკლისი ქვია ხომ, რომ პანაშვიდი რომ გადაიხადა, ესწრებოდა გენერალიტეტი კავკასიის ჯარების, მათ შორის ქართველი გენერლები, რუსი გენერლები და როდესაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა ის ცნობილი დაწყეული იყოს ქვეყანა, რომელმაც შობა ეს მკვლელი და აღშფოთებულმა ქართველმა გენერლებმა დატოვესო ეკლესია გაზეთი იყო ესეთი კავკაზი რომელმაც დაბეჭდა მთლიანი მის ეს წირვის სიტყვა და ეს სიტყვები არ დაიტანეს ოღონდ დღემდე არის ეჭვი რომ რამდენად თქვა მან თვითონ არ ადასტურებდა დიმიტრი ყიფიანმა როდესაც შეიტყო კი მის წერა ქვიშხეთში იმყოფებოდა თავის სახლში და მის წერა ძალიან ესეთი ზომიერი წერილი რომ ესეც მოვიტანე მაინც ხო და ძალიან ისეთი პატიებას ითხოვს რომ მოვიდა ასეთი ხმები ჩემამდე რომ თქვენ თქვით რასაკვირველია ყველა იმ ტიტულის მოხსენიებით ძალიან დიდი პატივისცემით რომ თქვენი იმის ნაწილი ვარ თქვენი სამწყსოსი და ბოდიშს იხდის რომ თუ კი არასწორად გავიგე და არასწორად მოვიდა რომ მომიტევთ მაგრამ გავიგე ასეთი რაღაც რომ თქვენ დაწყევლეთ ის ქვეყანა სადაც თქვენ პირიქით უნდა იყოთ წყემსი და დამწყევლი უნდა წავიდეს იმ დაწყევლილი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ ანუ მოითხოვა რომ დაეტოვებინა საქართველო პავლემ უპასუხა ძალიან ისეთი პასუხი გასცა რომ ჩემი სიტყვა დაიბეჭდა გაზეთ კავკასში და თქვენო რასაც მაბრალებთ ამაზეო მეო არც კი გაგცემთ პასუხს რომ და შეურაცხყოფელიაო ჩემი ღირსებისთვის და ანუ ფაქტურად უარი თქვა ამაზე
რომ არ უთქვამს, მაგრამ არც ღიად არ უთქვამს, არც თავი არ უმართლებია, ასე რომ მაინც ღიად რჩება ეს საკითხი, თქვა თუ არა პავლე მე სიტყვები, მაგრამ ყიფიანის სიტყვებში არაფერი არ ყოფილა შეურაცხყოფელი, თუ არ თქვი კი ბატონო, ესე იგი არ არის ეს დანაშაული, თუ თქვი, მაშინ დანაშაულია და მაგრამ რუსებმა ძალიან ითაკილეს, რომ როგორ თუ გაბედა ქართველმა მოღვაწემ და შენიშნა მისცა ეგზარქოსს. ეს იყო მე მთელი იმ სადამსჯელო ღონისძიებების აი საწყისი წერტილი. არადა იყო ძალიან ცნობილი მოღვაწე იმ დროისთვის უკვე, თავადაზნაურების მეთაური, უამრავი წამოწყება მის სახელს უკავშირდება, იქ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ბანკის იდეაც მისი იყო და მე ილიამ აიტაცა და ილიამ გააკეთა. იგივე იქ ცისკარი რომ გამოიცა, ქართული თეატრი რო გაკეთა, ყველგან იყო მოკლედ ბიბლიოთეკის დაარსება და ან როგორ მოასწრო, ყველა რაც კი კარგი წამოწყება იყო, ყველაფერში იყო გარეული აბსოლუტურად და თანამდროს იყო უკვე 70 წელს გადაცილებული, უკვე ასე იმ დროს მით უმეტეს ხო, 70 მოხუცებულად ითვლებოდა, არ დაინდეს მაინც და გადაასახლეს სტავროპოლში. ეს არის ზუსტად რეჟიმების სახე, რომ ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა მის დამსახურებას, ასაკს, 8 წელს დანაშაულს, როგორც კი ვიღაცამ შებედა და აი ეს ოდნავ შენიშვნა გააკეთა, ნებისმიერი ისჯება და ეს იყო რეჟიმების მცდელობა, ასე ფიქრობენ, რომ თუ კი ასე მოიქცევიან, სხვებისთვის მაგალითი იქნება და სასჯელით შეაშინებენ, მაგრამ ისტორია პირიქით გვაჩვენებს ხომ, რომ ამას მოყვა უარესი გამოხმაურებაც, შემდეგ დემონსტრაციად იქცა ფაქტობრივად აკრძალვა, გადაასახლეს სტავროპოლში და 1 წლის მერე ნახეს მკვდარი საკუთარ სახლში, ეს იყო ძალიან ცნობილი ისტორია, თავში ჰქონდა ჩარტყმული სასწორის გირი, ასაწონი გირი და თავისთავად პოლიცია მაშინ შეფუთა როგორც ძარცვის გაძარცვის მცდელობა, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა მოეკლათ ადამიანი, რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია ჯერ ერთი, არა ქონება იქონდა მას და თავისთავად ყველამ გაიგო ისე რომ ეს იყო პოლიტიკური შეკვეთილი მკვლელობა. გადმოასვენეს საქართველოში, დაკრძალეს მთაწმინდაზე, მოითხოვეს რომ სამგლოვიარო ცერემონიალი უნდა წასულიყო გოლოვინ რუსთაველის გავლით და შემდეგ მთაწმინდაზე თავისუფლების მოედნიდან უნდა ასულიყვნენ. პოლიციამ ნება არ დართო და უბრძანა პროცესიას რომ ვიწრო ქუჩებით პარლამენტის უკან გაეტარებინათ და ოღონდ იქ რამდენიმე თავადი მიეჭრა თურმე პოლიციას ძალიან ესე ყვირილით, ხმაურით მოითხოვეს რომ გაეტარებინათ და ძალიან ბევრი ადამიანი იყო პროცესიაში და ვეღარ გაბედეს, არ გაბედეს, მოკლედ არჩიეს რომ თან ეს მკვლელობაც ჯერ კიდე, ასე ვთქვათ, ცხელი იყო, ხალხი აღშფოთებული და გაუშვეს და გაატარეს როგორც დაგეგმილი იყო რუსთაველზე, მერე თავისუფლებაზე, გოლოვინის პროსპექტი ერქვა მაშინ. ბევრმა რამდენიმე ცნობილმა ქართულმა სიტყვა წარმოთქვა, ილიას რომ შესთავაზეს, ილიამ უთხრა რომ სიტყვას არ ვიტყვი, ესო ყველაფერს იძახისო, ხალხს რომ გადახედა და რომ ნახა განწყობა, როგორი აღშფოთება იყო და ესე იგი ამ მკვლელობამ პირიქით რუსების საქმე ძალიან დააზიანა, ისინი ფიქრობდნენ რომ მოვიშორებთ ერთ ადამიანს და ეს პროტესტი ჩაქრება, მაგრამ უარესი გამოვიდა. როგორც ილიას მკვლელობიდან ძალიან კარგი სიტყვები თქვა კეცხოველმა მერე რომ ის ადგილია, სადაც ილია ვერ მოკნესო, პირიქით ხო, მისი სახელი უფრო დიდი გახდა და მოკლედ პავლე აქ თავისთავად ვეღარ დარჩა, თვითონვე წავიდა რუსეთში. ოღონდ იძახდა რომ მე არ დავთმობ, მე მართალი ვარ, მაგრამ ვერ გაბედა უკან დაბრუნება და დარჩა რუსეთში და შემდეგ თავისთავად შეცვალეს, ძალით ხო ჩამოიყვანა თბილისში და მით უმეტეს მკვლელობის შემდეგ. მის შემდეგ სადეს რომ შედარებით ლიბერალური მოღვაწე ეს პალადი რაევი დაენიშნათ, ძალიან სწორად იქცეოდა, სწორად ჰქონდა ურთიერთობები. დაიწყო თურმე დაახლოება წარჩინებულებთან, ქართველებთან, ხშირად სტუმრობდა მათ, ქართული ენა ისწავლა, ქართულად წირვასაც კი ატარებდა, ოღონდ ეს რასაკვირველია დაზეპირებული იყო და აკაკი წერეთელთან ძალიან მეგობრობდა, აკაკი მოკლედ ყველასთან მეგობრობდა და ამას უწუნებდნენ, ოღონდ კალისტრატე წინცაძე შენიშნავდა, რომ ეს არისო თვალთმაქცობა და ატყუებს ამით ხალხს და მისი ეს ქართულიცო არის უბრალოდ მოტყუება და რასაირად შეტყუება იმ რუსულ მახეში და ამას აღწევსო და აღშფოთებული იყო რომ აი ესე მარტივად მოახერხა რუსეთმა რასაც კეთილად განეწყო საზოგადოება რუსული ეკლესიის იერარქების მიმართ. მის შემდეგ ჩვენ გადავდივართ
ვლადიმერ ბოგოიავლენსკი, ესაც ერთ-ერთი კარგი ეგზარქოსი შეიძლება ვთქვათ, არაფერი გაუფუჭებია, გამოაცხადა რომ სავალდებულო გახდა სემინარიაში ქართული ენის სწავლება. თვითონაც დაიწყო სწავლა, ეს დახვრიტეს სხვათა შორის კიევში ბოლშევიკებმა, ეს მართლა მორწმუნე იყო და სხვებზე რო თქვით რომ ხაც რომ გაძარცვა, იქ რწმენასთან მართლა არანაირი კავშირი არ ახო და ბოგოიავლენსკი არ იყო ასეთი თავისთავად, მაგრამ მასაც ჰქონდა მისი მისიაც იყო რომ ქართული ეკლესია რუსული ეკლესიის ნაწილად ექცია. ვლადიმერ ბოგოიავლენსკი თან გვარი ისეთი აქვს ხო, ძალიან რელიგიური მისი ესე ვთქვათ ერთადერთი ასე ვთქვათ ნაკლი არის ის რომ საინგილოში წაიყვანეს დიდი თხოვნით და ვედრებით. საინგილო რომელიც მაშინ უკვე იყო შერეული, მუსულმანი ქართველებიც იყვნენ, ქრისტიანი ქართველებიც და დიდი თხოვნა ვედრებით რამდენჯერმე სთხოვეს რომ თქვენი სტუმრობა იქნება ძალიან დიდი ეფექტის მომხდენი. ახალი ეკლესიაც იყო თურმე იქ აშენებული და იქნებოდა ის ეკლესია აკურთხოთ. ჩავიდა ძალიან დიდი არ უნდა დამოკრეთ იქ არც შევიდა ეკლესიაში, ხალხი რომ ქუჩაში გამოეფინა, მათ არც კი შეხედა. ეპატიჟებდნენ მუსულმანი ქართველებიც კი ეპატიჟებოდნენ რომ იქნებ გვესტუმროთ და საერთოდ არც კი შეხედა მათ და ესე ჩაიარა და გაგიჟებუნები წერდნენ შემდეგ იქ მყოფი ქართველები რომ ამ ადამიანზე იძახიან რომ საუკეთესოა რუს მოდელმთავრებს შორისო და ესო თუ საუკეთესოა სხვები ალბათო როგორები არიანო წარმოგიდგენიაო და ესე იგი მაინც არ იყო არც ერთი ეგზარქოსი რომ დაეტოვებინა საბოლოოდ რაღაცა დადებითი კვალი ან ისე წასულიყო რომ მასზე უარყოფითი არ ეთქვათ ერთადერთი ის იყო ისიდორე აქედან ტირილით რო გააცილეს მაგრამ თურმე ხატებს რომ ძარცვავდა ესეთი კაცი იყო ისიც შემდეგ ყავს ესეთი გოროდეცკი 3 წელი იყო და მას მართლა არაფერი გაუკეთებია ალექსი ოპოცკი ძალიან ესეთი ცუდი ეგზარქოსი თან თავიდან დაიწყო ვითომ კარგი ადამიანის როლის თამაში იგივე კალისტრატე იხსენებს რომ სტუმრად მოვიდაო ჩვენთან ეკლესიაში შემდეგ სახლში გვეწვია და მისი შვილები თამაშობდნენ თურმე უფრო შეუბნება რომ შენო ნამდვილი რუსი გაიზრდებიო და 7 წლის იყო ბავშვი ამ დროსო და მან უპასუხა რომ არაო მეო რუსი მეო ქართველი ვარო და ესო აღშფოთდაო ეს შავგრემანი იყო უფროსი ბავშვი უმცროსი ქერა თმა ქონდაო და აი შენ ნამდვილად რუსი იქნებიო ისეთი გარეგნობა გაქვსო და ესეთი მიდგომა უნდოდა რომ იგივე მაგალითად აიკრძალა ქართული სახელების დარქმევა მოითხოვა დასაბუთება ქართველი წმინდანების შესახებ. დასაბუთებული ფაქტები. უთხრეს რომ ჯერ ერთი იმდენი საუკუნეა გასული რომ არ გვაქვს, არ არსებობს ესე დოკუმენტის სახით რომ დასაბუთებული რომ ვიღაცამ რაღაცა გააკეთა და გამოაცხადა რომ ესე იგი თქვენ არ ყავთ წმინდანები, თუ არ არიან წმინდანები, მაშინ მათი სახელის დარქმევაც არ შეიძლება და ამიტომ მოითხოვა დაერქმიათ ბერძნული, რუსული და არაქართული სახელები. გარდა ამისა, როცა ჩამოვიდა ყაზანიდან, იკითხა რომ ყაზანის ღვთისმშობლის ხატია ცნობილი, ეკლესიებიც არის და თუ გაქვთ თბილისშიო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია. აკუთხრეს რომ არ გვაქვს. მაშინ ღვთისმშობლის სახელობის რომელი ეკლესიები გაქვთო და უთხრეს ანჩის ხატი, დიდუბე, აი დიდუბეო და გადაარქვეს სახელი და დაარქვეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია დიდუბეში, მე უკანვე გადმოარქვეს როცა გაიწვიეს. მას ყავდა ესეთი ძალიან გაიძვერა თანაშემწე, რომელიც ხშირად მღვდლებს ისე ნიშნავდა, რომ არც კი ეკითხებოდა ეგზარქოსს და ამასაც ძალიან უჩიოდნენ ქართველები. ამ პერიოდში უკვე იწყება ქართველი, ასე ვთქვათ, ავტოკეფალისტების მოძრაობა. ბრძოლა საქართველოს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისთვის. ამას რასაკვირველი ჰქონდა ძალიან დასაბუთებული, არგუმენტირებული იყო ამის შესახებ. საუბარი რუსეთი თავისთავად ამას არ ცნობდა. ალექსი მეორე იყო, მეორე ეგზარქოსი ალექსის სახელით, ძალიან აქტიურად მოითხოვეს ქართველებმა, რომ გამართულიყო სასულიერო კრება. ალექსი მოითხოვა, რომ გამართულიყო ივნისში, მაისის ბოლო იყო. და გადაწყვიტა რომ ჩამოეყვანა ბაქოდან, ერევნიდან არაქართველი ეპისკოპოსები რომ ქართული ხმები გადაეწონა და უარი ეთქვათ ავტოკეფალიის საკითხზე. ოღონდ ქართულმა ეპისკოპოსებმა მაისის ბოლოს მაინც დათქვეს შეხვედრა, დაიწყეს შეგროვება. ეგზარქოსის მოთხოვნით
ბილეთებს არ აძლევდნენ მატარებელში, რომ არ ჩამოსულიყვნენ თბილისამდე დასავლეთ საქართველოსდან. რამდენიმე ეპისკოპოსმა თურმე გაიხადა საეროფორმა ჩაიცვა და ისე ჩამოვიდნენ თბილისში. მაინც გამართეს შეხვედრა ავტოკეფალიის საკითხზე და ორი მთავარი საკითხი დაისვა. ერთი რომ ქართული ეკლესია გამხდარიყო ისევ ავტოკეფალური დამოუკიდებელი და მეორე არჩევითი ყოფილიყო სასულიერო თანამდებობის დაკავება. და არა დანიშნვითი, როგორც რუსები რომ ნიშნავდნენ. პეტიციას ხელი მოაწერა 400-ზე მეტმა სასულიერო პირმა და მიაწოდეს ეგზარქოს. რის შემდეგაც მოაწყვეს მსვლელობა გოლოვინი რუსთაველზე, მეფის ნაცვლის სასახლემდე. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე იცით თავისთავად და ალექსი მიმართა მეფის ნაცვალს და კაზაკები მიუშვეს ასე ვთქვა და გაამათრახეს სასულიერო პირები ეს მსვლელობა. ამას მოყვა ძალიან დიდი პროტესტი, ხალხი გამოვიდა, იმიტომ რომ მანამდე გამათრახება ჯერ ისედაც ქუჩაში ხალხის გამათრახება და მით უმეტეს სასულიერო პირების და მრევლის ცემა მართლმადიდებლებთან და მართლმადიდებლებს და ძალიან აღშფოთდა საზოგადოება, რის გამოც ეგზარქოსი გაიწვიეს რუსეთში. რუსებიც კი ხვდებოდნენ რომ სადღაცა რაღაცა უნდა გააჩერო და იმიტომ რომ თან რევოლუციური განწყობები 1905 წელია, 5 წელს რევოლუცია მოხდა ისედაც რუსეთში და ყოველთვის ცდილობდნენ რომ თუ გამოვიდო და მკაცრი პოლიტიკით გაიტანდნენ ბოლომდე, თუ შეატყობდნენ რომ წინაღობა ეს უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში, იქ ცდილობდნენ რომ სხვა გვარად ემოქმედათ და მაგრამ საბოლოო მიზნამდე მაინც მისულებდნენ და ასე რომ ალექსი გაიწვიეს და ახალი ეგზარქოსი გამოიგზავნა. როგორც გითხარით, რომ მოკნეს, გადავიდეთ იმაზე. ეს ნიკონი. ხო, ეს ნიკოლოზ ნალიმოვი ძალიან საინტერესო ეგზარქოსი, ცოტა ხანი რატომ იყო? იმიტომ რომ მოითხოვა რუსეთისგან, რომ ქართველებს ეკუთვნით ავტოკეფალია. ერთი წელი იყო სულ რაღაც, ეს არის ალბათ ყველაზე კარგი ეგზარქოსი და გაიწვიეს, გადააყენეს და გამოგზავნეს ეს ნიკონ სოფიისკი, რომელიც მოკნეს მისავე რეზიდენციაში. მკვლელის ვინაობა ვერ დადგინდა, ესეთი ვახნინი იყო, მისი თანაშემწე რუსი და ჟანდარმერიის დოკუმენტებიდან იყო ეჭვი ამ ვახნინზეც. რომ შეიძლება მას მოეკლა, იმიტომ რომ ეგზარქოს ჰქონდა რაღაც გარკვეული დოკუმენტები ვახნინზე, მის რაღაცა უკეთურობაზე და რომ დაემალდა თან წელიწად ნახევარის შემდეგ ახალ ეგზარქოსამდე თვითონ მართავდა ქართულ ეკლესიას. ჩვენ ქონდა კიდე არ შევხები ვარ ძალიან ბნელი მხარე ეგზარქოსების და რაც მთავარია რუსული წყაროებიდან გვაქვს ისიდორეს შესახებ წერს ვიტე იყო ასეთი ძალიან გავლენიანი რუსი პოლიტიკოსი იყო სახელმწიფო მინისტრი სხვადასხვა თანამდებობა საგარეო საქმეთა მინისტრი მე-20 საუკუნეში და მამამისი თბილისში მსახურობდა თბილისში დაიბადა რამდენიმე წელი აქ გაატარა და ის წერს თავის მოგონებებში რომ ეგზარქოს ყავდა საყვარელი ახალგაზრდა გოგო და ჩემი აღმზრდელის ნათესავი იყო ის გოგო და წარმოიდგინეთ ეგზარქოსი, რომელსაც საყვარელი ყავდა, რომელიც თან ხატებს ზარცვავდა, მოუღონ იყო ეგზარქოსი და თითქოს სპეციალურად გზავნიდნენ აი ესეთ ადამიანებს, რომ რაღაცნაირად გარყვნილი, ფულის მოყვარული, სიმდიდრის მოყვარული, რომ მათ ბოლომდე გაეფუჭებინათ და წაეხდინათ აქ საქმე. ამ ეპისკოპოსის მოკვლის შემდეგ ინოკენტი ბელიაევი დაინიშნა ესე იგი მას მოუწია ჩამოსვლა ისეთ ვითარებაში, როდესაც წინა ეგზარქოსი მოკლეს თბილისში და ძალიან დიდი შიშით ჩამოვიდა, წერილი დაწერა იქ სადაც გამოეთხოვა თავის ეპარქიას და მე მიწეს ჩასვლა, მე ვთრთივ, კანკალებ და არ ვიცი ალბათ ჩემი საფლავი თბილისში იქნება და დიდი შიშით ჩამოვიდა, მაგრამ აქ ჩამოვიდა თუ არა, ისევ იგივე პოლიტიკა გააგრძელა. თან რაც ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც ამართლებდა მე-19 საუკუნეში ზოგადად ასეა ხო ნებისმიერ ეპოქაში ის რაც მუშაობს ერთ პერიოდში ის აღარ მუშაობს უნდა შეცვალო მიდგომა როცა იცვლება ეპოქა და საზოგადოება იმ მოთხოვნებით რომ ქართული ენა აიკრძალა ისევ დაიწყო სტუდენტების გარიცხვა 1910 წელი 1912 ხომ რევოლუცია ერთი უკვე მოხდა საზოგადოება ირყევა ყველაფერი ამის იმსხრევა და ისევ იმ გზას აგრძელებს რომ არ იყოს ქართული ენა, არც სემინარიაში, არც ეკლესიაში, რასაკვირველია ვერ გაძლოდით ხანს, გაიწვიეს მე რუსეთში და შემდეგ ახალი ეპისკოპოსი გამოგზავნეს, მოლჩანოვი და ესე იგი, ამ მოლჩანოვსაც ერთი რითი დაამახსოვრა თავი, რომ
ცოტა ხანი იყო, ერთი 9 თვე იყო ეს ადამიანი და აქ გარდაიცვალა. საეკლესიო გზავნილებზე ხუცური შრიფტით კეთდებოდა ძველი ქართული დამწერლობით და აიკრძალა. რომ ხუცური ქართული ანბანი გამოეყენებინათ, როცა ქართველი ერთი მღვდელი მეორესთან წერილს გზავნი და იმაზე რომ დაეწერათ და აი რაღაცა თან სასაცილო აკრძალვა რომ წერილზე ზედ წარწერა არ ყოფილიყო ხუცურად და წერილში ყოფილიყო, ამას არ ებრძოდა, ზემოდან არ უნდა ყოფილიყო, არ გამოჩენილიყო და როგორც გითხარით, გარდაიცვალა. აი ეს არის პიტირი მოკნოვი, დაახლოებული რასპუტინთან. რუსები, სხვადასხვა საქართველოში კარგი სახელი დატოვა, იყო ძალიან ესეთი ჭკვიანი, ეშმაკი, კარგად მიიღო აქ საზოგადოებამ, სამაგოდ რუსები აკრიტიკებენ, იმიტომ რომ რასპუტინისადმი დამოკიდებულება რუსებს აქვს ძალიან ცალსახად უარყოფითი. 90-იან 2000-იან წლებშიღა დაიწყო მცდელობა რომ რაღაცნაირად მისი სახე რაღაცნაირად გამოეყვანათ, გაეწმინდათ და ძალიან აკრიტიკებდნენ რომ ის იყო არაფრით გამორჩეული, ერთადერთი ჰქონდა ეშმაკობა და იმიტომ რომ დაახლოებოდა ნიკოლოზ მეორეს დაუახლოვდა რასპუტინს და მას შემდეგ შეიყვანა სამეფო ოჯახში და ესეთი ეგზარქოსიც ყვავდა. რაჟდენსტვენს ეს ყოდა კიდე ერთი ეგზარქოსი და ხო, ბოლო ეგზარქოსია პრინციპში 17-ში გაუქმდა. მანამდე ესე იგი ჩვენ ქონდა ავტოკეფალისტების მოძრაობა. მოსკოვში გაიმართა რუსეთის საეკლესიო ყრილობა, სადაც გამოვიდნენ სიტყვით ლეონიდე და ამბროსი ხელაია, ორი მომდევნო მომავალი პატრიარქი. მათ დაასაბუთეს ნიკომარი გამოვიდა სიტყვით, დაასაბუთეს რომ ავტოკეფალია არის აუცილებელი და საჭირო საქართველოსთვის და რუსული პოლიტიკაც ამაზე იყო აწყობილი, რომ ეს არ დაეშვათ, მაგრამ შემდეგ რევოლუცია 1917 წელს იცით თებერვლის რევოლუცია მოხდა. მივიდნენ პლატონთან ქართველი სასულიერო პირები და უთხრეს რომ საქართველო აცხადებს ავტოკეფალიას. პლატონმა შესთავაზა ჯერ არ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება და დაუკავშირდა დროებითი მთავრობას რუსეთში. იქიდან მიიღო განკარგუნება რომ არ დაეთმო ეგზარქოსობა, თუმცა ზაფხულში იქ თან პირველი მსოფლიო ომია, ვიღას ეცალა მაშინ საქართველოს საეგზარქოსოსთვის და პლატონი გაიწვიეს რუსეთში და ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია გამოაცხადა 1917 წელს. ესე იგი, საეკლესიო დამოუკიდებლობამ გაასწრო სახელმწიფო დამოუკიდებლობას და ეს ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯი და პირველი ნიშანი იყო. 106 წელი გაგრძელდა საეგზარქოსო საქართველოში. ძალიან ბევრი იმდენი დანაკლისი განიცადა, რაც აუნაზღაურებელია, რაც გაიძარცვა. მიხეილ თამარაშვილი, ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, თვლიდა დაახლოებით, ხო შეუძლებელია ზუსტი დათვა, რომ 126 მილიონი ოქროს მანეთის ზარალი ნახა ეკლესიამ. 126 მილიონი ბევრია ხა თანამედროვე ფულზეც რო თქვა და მაშინ ეს იყო საოცრად დიდი თანხა და ეს იყო ხატები, ჯვრები, თან ძველი შესამოსელი ეპისკოპოსების პორფირი და სხვადასხვა თვლებით მოოჭვილი და გაზიდეს წაიღეს ეს ერთი რაც იყო, შემდეგ მე არც ბოლშევიკებმა დააკნეს და ასე რომ რაც დაგვრჩა ესე ძალიან მცირედი იქიდან შემორჩენილი. აი ეს არის ჩვენი საეგზარქოსო კიდე ერთი ნაბიჯი და მცდელობა რუსეთის რომ გაერუსებინა საქართველო და ამას კარგად დავხვდით, გადავაგორეთ. მე იყო საბჭოთა კავშირში მეორე ტალღა რელიგიის მხრიდან. ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ უკვე, როგორი როლი ჰქონდა ქართულ ეკლესიას საბჭოთა კავშირში. ზოგადად ქართულ ეკლესიაში მე მგონი არ არის ეგ წესი, ზუსტად ვერ გეტყვით. მე მგონი პირიქით რომ დანიშნავენ ის არის ალბათ სიცოცხლის ბოლომდე და რუსეთში არის ძალიან ხშირი ცვლილება. ასეთი მიდგომა აქვს რომ არ ვიცი რატო ალბათ არ მიეჩვიოს იმ ეპარქიას, ხო? გადაყავთ უცვლიან ცვლიან? ხო. გამიზეზებით არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოფილა სიფოზე ქუთაისის ეპისკოპოსი გადაუყვანიათ. ალბათ პრობლემის შემთხვევაში შეიძლება, იმიტომ რომ ვიცი რამდენიმე რომ ადმინისტრაციული მმართველობის როლია დიდი. ხო, კი. და მაქედან გამომდინარე, ალბათ ეხლა ცუდი შედარება, მაგრამ ვისაც უფრო მაგარი მენეჯმენტის ნიჭი აქვს ან რაღაცა რთულ ეპარქიაში გადაიყვანეს, სადაც პრობლემებია, ხო? თავისი რაღაცა თვისობრივი იმიდან. ხო, მით უმეტ რუსეთის იმპერია ძალიან ჭრელი იყო და იქ 1000-ნაირი ეპარქია, თბილისი ითვლებოდა ძალიან რთულ ეპარქიად. აქ ბევრი იხვეწებოდა, რომ იქ მომგზავნითო. იყო რამდენიმე ეგზარქოსი, აქედანაც მე წერილებს გზავნიდნენ, რომ წამიყვანეთ აქედან და იმიტომ რომ
ხო, სად ახლა რუსი ეპისკოპოსი, რუსულ თუ არქიეპისკოპოსი რუსულ ეპარქიაში რო ხარ და სად კავკასიაში აქ შედიოდა ხო, შედიოდა აქ ჩილო კავკასია, კიდევ ის აზერბაიჯანის ომხეთი და მთლიანი კავკასიასთან დიდი შეხება არ აქვს ქრისტიანობა. ჩრდილოეთ კავკასიასთან. იყო მცდელობები, რამდენიმე ეგზარქოსი გამოირჩეოდა მისიონერული ვერა. მისიონერობა იყო მცდელობები, აფხაზეთი რომ დაიპყრო რუსეთმა იქაც, ოღონდ მანდ უფრო ქართველი საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ეპისკოპოსები აქტიურობდნენ აჭარის მიმართულებით, აფხაზეთის მიმართულებით, რომ ხო აი ერთმა ეგზარქოსმა მაგალითად ეს გამოურჩა და გეტყვით რომ რამდენიმე უпростоრეთ რაღა ერთმა მეგრული, სვანური და აფხაზური ლოცვების თარგმნას ითხოვდნენ გრამატიკის სიგნი გამოსცეს რუსული ანბანით. მეგრული და სვანური და აფხაზური ენები რუსული ანბანით, რომ მათ ქონოდათ და ცალკე ენა დაცხადებდნენ და ქართულისგან ეს ვიცით ეს პოლიტიკა თავისთავად, მერე საბჭოთა კავშირიც კარგად ახორციელებდა და ეკლესიაც კი მონაწილეობდა აქ და ძალიან დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდათ ეპისკოპოსებისგან, იმ ეპარქიებიდან, სამეგრელოს, სვანეთის ადგილობრივებისგან. და ვერ მოახერხეს საბედნიეროდ და ხო, ეს შეცვლა ალბათ ხო, რამდენიმე აქ დაიღუპა, რამდენიმე გარდაიცვალა თავისით და ასე რომ მოუწიათ შეცვლა და რამდენიმე მისე გაიტეხა სახელი, ისინიც მერე გაიწვიეს, ვიღაცები დააწინაურეს პირიქით. ყველაზე კარგ ეპარქიად თავისთავად ითვლებოდა პეტერბურგი, მოსკოვი, კიევი, ხო, პეტერბურგი განსაკუთრებით, იმიტომ რომ სამეფო კარი იქ იყო და რომელიღაც ეგზარქოსი ახლა არ მახსოვს სახელი, პეტერბურგიდან გამოგზავნეს თბილისში და ეს იყო იმისთვის კატასტროფა, დააქვეითეს ნამეტანი. და განიცდიდა ნერვიულობდა. ჩაანაცვლეს მანამდე პატრიარქი იყო და ეს მიზანი მიმართულად ხო, ეგ თავიდანვე უნდა მეთქვა ეგზარქოსი. ძველი საბერძნეთიდან მოდის, იყო საერო პირი, ბიზანტიის იმპერიაში იყო მოადგილე იმპერატორის თანაშემწე და საეკლესიო იყო ეპისკოპოსი. მაღალი თანამდებობაა საეკლესიო. ოღონდ ეგზარქოსი არის კონკრეტული ტერიტორიის მმართველი და შეიძლება იყოს მთავარეპისკოპოსი, შეიძლება იყოს მიტროპოლიტი, ჩვენ ყავდა. ხო, ეკლესიური წოდებაა. ოღონდ ასე თქვა დამატებითი, აი როგორც შეიძლება იყო თავადი, მაგრამ სადღაც დაგნიშნონ გუბერნატორად. და ჩვენთან იყვნენ პატრიარქი გაქრა კი. პატრიარქი ეგზარქოსმა შეცვალა პატრიარქი კი. რუსულმა თანამდებობამ. ფიზიკურად ტიტულია უბრალოდ. ხო. საქართველოს უფრო იმპერიებს და მიტროპოლიებს. კი. და შედიოდა რამოდენიმე მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიაში და ანუ ხარისხები. ხო, უფრო საჩვენებელია ჩვენთან, თორე ანუ საჭიროება არის ეს. როგორც აი ჩვენთან გენერალ-მაიორი და გენერალ-პოლკოვნიკი რო ყავს, ეგეც ცოტა უცნაურია, მაგრამ რაღაცა თავი მოწონთ. ხო. უხარიათ მაღალი ტიტული რო აქვს ალბათ და ახარებენ ერთმანეთს. ხო. კი, მეებზე მოქმედებს. გარდა ესე ეგზარქოსები რო ჩამოდიოდნენ ესენ თავის კულტურას ხო ატარებდნენ და თავის მიზნობრივად აი თუ არის ისტორიულად გამოკვეთილი და ამათგან გარყვნილი ჩვენი მაგალითად თუნდაც ეპისკოპოსი თუნდაც მღვდელი აი ესეთი ცნობილი სახე თუ არსებობს რომელიც აი ამათ მიყვებოდა ყვალდა აი ნუ ფაქტია რომ არის რაღაცა ნიშები დღესაც რუსული შემორჩენილი ჩვენს ეკლესიაში ხო სასულიერო პირი არა, მე-19-ში არ ჩანს. აი ამათ თუ ეს რამე ყალი ესეთი რომ გაგვირყნა მაგალითად არა. მაკუთხით არა, იმიტომ რომ ემიჯნებოდნენ. საბჭოთა კავშირში ყველა იყო ქართველი სასულიერო პირი და იმაც მიდიოდა მუშაობა და იმპერიის პერიოდში რუსებს გზავნიდნენ. ასე რომ დასაყრდენი მაინც რუსეთის იმპერიისთვის იყო რუსი სასულიერო ეგზარქოსი, მისი თანაშემწე, ძალიან ბევრი რუსი იგზავნებოდა მაშინ. იგივე რექტორი სასულიერო სემინარიის იყო რუსი აუცილებლად და ხო, გარყვნილება არ ჩანს, არ ვიცი, მაშინ არ შეინახეს, არ დაიმახსოვრეს, მაგრამ ფულის აღება თავისთავად რუსული საქმის კეთება თავისთავად, ეგ კი. იგივე ხო, გურიის აჯანყება რომ იყო 51-ში, იქ ვინც იყო ბლაღოჩინს ეძახდნენ, ბლაღოჩინი არის რამდენიმე ასე ვთქვათ, სოფლის მღვდლების ხელმძღვანელი.
ქართული ბლაღოჩინები ჩადიოდნენ და აწნარებდნენ და მოუწოდებდნენ რომ დაეყარათ იარაღი და როგორც კახეთში მანამდე კეთდებოდა. რუსული საქმის კეთებაში კი, მაგრამ გარყვნების კუთხით არ ჩანს. იგივე ფულის აკრეფაც მანდაც დიდი პრობლემა იყო, ესე იგი, მოურავობა რომ გაუქმდა, მღვდლებს დაევალათ გადასახადის აკრეფა. და ქართულ მღვდლებს აიძულებდნენ რომ ჩამოევლოთ სოფელ-სოფელ და აეკრიფათ გადასახადი. და ამაზე ძალიან დიდი საჩივრები შედიოდა, ბევრი საჩივარი, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებთო, რომ გვიწევს ქართულ მღვდელს ეს სიარული და თითქოს მათხოვრობა რომ მომეცით ეს ხორბალი, მომეცით ეს რაღაცა გადასახადის აკრეფა. და მანდაც კი გაჭირებულ სოფელში რომ შედიხარ, ოჯახში მიდიხარ და ეუბნები რომ უნდა მომცე, იმიტომ რომ კი. და მე შეისმინეს და გაკეთა ისე რომ ესე იგი აკრეფდა სახელმწიფო და იქიდან მე ხელფასს გადაუხდიდა მღვდელს. მღვდელი უკვე აღარ კრეფდა, ეუხერხუნებოდა მოკლედ ქართულ მღვდელს. თუმცა რასაკვირველი ახლა იქაც იყო თითოეულა გამონაკლისი. ეკლესიის ავტორიტეტი სრულად კი, ქართველი ხო მიზანმიმართულია რომ ავტორიტეტი გაეფუჭებინათ. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ აი ამ 19 საუკუნე, 19 საუკუნე, რა კვალი დატოვა ქართულ ეკლესიას, აი გარუსების მხრივ. არაფერი პირიქით. აი აქედან როგორც ილია ჭავჭავაძე თერგდანეურნები აღმოცენდნენ ამ გარემოდან, ისე წამოვიდნენ ამბროსი ხელაია, კირიონი, ის რომელი ლეონიდე, მაშინაც არის გაბრიელ ეპისკოპოსი რო თქვით და ესე იგი გამოვიდა რომ რუსეთის იმპერია მიზანს მიაღწია კი არა და თავის საწინააღმდეგოდ ხო, პირიქით იმოქმედა. ამ პროტესტმა უფრო გააძლიერა კი. აი იმ წინააღმდეგობამ, ის წინააღმდეგობამ გააძლიერა. კეთახმები. მე გუნდა მეთქვა და. კი. და საბჭოთა კავშირში ხო კარგად გაიაზრეს ეგ და სადეს უკვე სხვა კუთხით მიდგომა და ხო. და კი. ეს გამოვთო თუ მინდა. ძალიან აი იგივე ხალხზე ზემოქმედება პოლიტიკური თვალსაზრისით აი თქოს აი ხა რო დადიოდა ვარლამი თავის სანდოუხებებთან ერთად გიუსარებითები დღესაც ხო ისეთი საკითხია მოკლედ ძალიან საჭოთი რო და მაგრამ რაც ხო აი რაშიც დარწმუნებული ხო გვისაუბრია ამ საკითხზე და რაშიც დარწმუნებული პატრიარქები ინიშნებოდნენ უშიშროებიდან ძალიან აი ესე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ. ხო 30-იანი წლებიდან მანამდე ვინც იყო ხო ამბროსი ხელაია რომ დაიღუპა. ხო ისიც გადმოვიდა იმ და მე წითელ პატრიარქებს ეძახიან უკვე მომდევნო პატრიარქებს აკეთებდნენ საეკლესიო საქმეებს, ცდილობდნენ რომ შეენარჩუნებინათ რაღაცნაირად მაგრამ იყვნენ დანიშნული და ლოიალური. ოღონდ მათი მიდგომა როგორი იყო რომ შემდეგ პიუს მე-6 იყო, არა პიუს მე-6 არა, რომელი პიუსი იყო, უფრო შორს იყო, პიუს მე-6 ადრე იყო. მუსოლინის რომ შეუთანხმდა და მუსოლინიმ გადაცა ვატიკანი როგორც სახელმწიფო და ამან თვალი დახუჭა ყველაფერზე. და მე ძალიან ნანობდა თავს იკლავდა და იძახდა რომ ეს არ უნდა მეკრა, შეეგუა ბოროტებას მოკლედ. ოღონდ როგორი ის ქონდა რომ წინააღმდეგობა რო გაეწია, მე ამითო გადავარჩინეო მორწმუნე ნაწილი და რაღაცა რეპრესიებისგან დავიხსე. ძალიან ისეთია რა რთული ამბავია. ღია წინააღმდეგობა გამოიწვევდა იმ პაპის გადაყენებას, დანიშნავდნენ უფრო ლოიალურს მაგალითად და ეს თვლიდა რომ მე რომ დავრჩი, ამით გადავეფარე, კალთა გადავაფარე მორწმუნეებს. თავის მართლება ოღონდ ჩემი აზრით. და წითელი პატრიარქებიც ეგრეთ წოდებულნი ამით იმართლებდნენ თავს რომ აი ჩვენ ეკლესია გადავარჩინებთ. აი მათ გარეშე აი რა როგორ უნდა მოსულიყო მაგალითად რო გაევლო ის კაკების გარეშე ესე რომ ხო არა გამორიცხულია. შეუძლებელი იყო. მაშინ საეკლესიო ამბავი უნდა ჩამოშლილიყო. ხო უფრო დიდი ზარალი შეიძლება ესე იყოს. კი. ამიტომ მაგას მე ვფიქრობ საქმიდან გამოჩნდება თორე ხო კაკების მიმართ დანიშნული გაჩნია რა აკეთა მე დადებითი. კი ბატონო. ის სტატუსი რო კაკებენ დაგნიშნა და всё არგენტო მე მგონია რომ ეს რაღაცა არაგონიმრული არის. ხო, ასე მთელი ქვეყანა საბჭოთა კავშირი იყო და ხო, იქიდან აღმოცენდა დამოუკიდებლობა მერე და ასე რომ ყველაზე თითის გაშვერა და თქმა რომ ის აგენტი იყო, ინიშნებოდნენ, იმ მომენტში შეიძლება ლოიალურიც იყო და აჩვენებდა თავს, მაგრამ მერე ხო, რაღაცას ყველა აკეთებს. ხო. ახლა სააკაძე სპარს შაჰაბასთან მსახურობდა, მერე
გადმოვიდა დაამარცხა შაჰ-აბასი და ასე რომ წინცაძის მოგონებები არის კალისტრატესი 1880-იანიდან იწყებს სემინარიაში რომ სწავლობდა და ყველა ეგზარქოსზე აქვს ძალიან საინტერესო მთელი მის 40 წელი მაგაზე პლატონ იოსელიანი კალისტრატე თვითმხილველი თვითონ რაც ნახათ ან სასულიერო პირი იყო ეპისკოპოსი იყო და ძალიან სანდო წყაროა რაც თავარია ძალიან ისე აფასებს ეგზარქოსებს იქ რო საკმელს უკმევდნენ ზოგიერთი ეს ძალიან მკაცრად და კრიტიკულად და პლატონ იოსელიანი არის მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის და ეგ მეორე მხარეა აქებს და უფრო დადებით მხარეებს წარმოაჩენს სულზე არ წერს დადებითი თუ კონდათ იმაზე წერს სულზე თვალს ხუჭავს და სტატიები უამრავი მე-19-20 საუკუნის დასაწყისის ალექსანდრე ოქროპირიძე იყო კიდე ეპისკოპოსი ის წერდა